ესენი არიან ჩემი ანსამბლის წევრები. 2-3 ადამიანი გაცოცხალი აქედან. ეს ბავშვები არიან დღეს რო უკვე ცოლ-შვილიან, ქმარ-შვილიანები არიან. ეს ბავშვები არიან პატარები, ესეც ჩემი ანსამბლი იყო ბავშვთა. 86 წლის 21 დეკემბერს გაიხსნა ეს კულტურის სასახლე. მოდიოდნენ გამოჩენილი ანსამბლები და მომღერლები სავსე იყო. სოხიშვილები იყვნენ, 4 გია იყო, თამარ გვერწითელი იყო, მანანა თოდაძე იყო. აი ესენი იყვნენ რა ერთ სიტყვით და დღეში ატარებდნენ ორ სეანსს. მარტო ერთს არა, ორს. ეთნოპოლის შემოქმედებითი ჯგუფი დედოფლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოქეთს სტუმრობს, სადაც გვაქვს უნიკალური შემთხვევა, გაგაცნობთ ნამდვილ ეთნოფორს, ათეულობით სიმღერის ავტორს ქალბატონ მაყვალა ციკლაურს. ქალბატონ მაყვალა, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა მასპინძლობისთვის, დიდი ხანია გვინდა თქვენთან მოსვლა და ძალიან გვიხარია რომ ეს დღე შედგა. ჩვენი საუბარი დავიწყოთ, საიდან მოხდით აქ, თიდან? მშობლები, მებიებამბოდი და სიმღერას ადგესმოდათ. ჩვენ აქ ჩემი მშობლები ჩამოსახლდნენ 30 წელს. აქ დავიბადე მე და დაბადებიდან ალბათ დღემდე მესმის ქართული სიმღერა. მშობლებიც კარგად მუსიკალური ხალხი იყო, მამაც, დედაც. ბებიამ ყავდა ფშაველი და იცოდა ძალიან კარგი კაფეები. და ამასობაში სახში რაც გესმის, ხო იცი, მე მომავალზეც გადადის ის. და მძიმედ მე სკოლაში დავიწყეთ სიარულის სკოლაში მე და ჩემი და ძმა მღეროდით გუნდში, სასკოლო გუნდებში, სასკოლო კონცერტებში მღეროდით, რაიონული შეჯიბრებებზე დავდიოდით, იქაც მღეროდით და ასე გაგრძელდა ალბათ დღემდე რა, როგორც მოიტანა ცხოვრებამ. და საკუთარი სიმღერები როდიდან დაიწყეთ? საკუთარი სიმღერები სიმართლე გითხრათ 85 წელს გუნდში მღეროდა ჩემი მეუღლე და ჭირდებოდა ლექსი, რომ მელოდია მქონდა, კარგი მელოდია რაღაცა და ლექსი მინდოდა ისე, რომ ის სხვა ლექსი არ იყო საიმისო და მე ვთხოვე, რომ მოდი ამ მელოდიაზე იქნებ დამიწერო ლექსი და ზემოქეთზე იქნებ დამიწერო მეთქი და დამიწერა მე ზემოქეთზე ეს ლექსი და იყო ეს ლექსი აღების დროს მოსავალს რო იღებს ხალხი ის სიმღერა ჩამიწერა და აქედან დავიწყეთ მე სხვა სიმღერებსაც კი მღეროდით სხვა ისე რომ არც ავტორი ვიცოდით მათი და არც და მე შემდეგ როცა ჩემმა მეუღლემ დაიწყო წერა ლექსების ამის მერე მივდევდით ეს მიწერდა ჩვენ მელოდიას უქმნით და ასე დამგვარად მღეროდით 2, მღეროდით 4, მღეროდით გუნდში და ძიმემ და ასე წავდა. მე ვიცი რომ თქვენ სიმღერებში ძირითადად მეუღლის ლექსებია.
კი, დღეს მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ ესენი შევასრულოთ. ესენი მიმღეროთ? დიდი სიამოვნებით. ეხლა დავიწყებ სიმღერით თოლია, რომელიც დაიწერა მინდორში, როცა ჩემი მეუღლე მწყემსად იყო ძროხებში. მინდორში რო დაინახა ცაში მოფარფატე რაღაცა მტრედი იყო თუ რაღაცა იყო, მაშინ დაწერა ეს სიმღერა. მე გავაკეთე ამისი მელოდია და მღერი ვართ იქიდან მომავალ დღემდე. ახლა შევასრულებ ამ სიმღერას. ლაჟვარჩი მოფარფატე თოლია ხარ თოლია შეზე კარგი მე ამოგეკნა არც არავინ მგონია არც არავინ მგონია მეც გამიჩნდა შენთან ერთად საშფენი სურვილი რადგან შენთან ვიგრძენ დროის და სიყვარულის სურვილი მეც გამიჩნდა შენთან ერთად საშფენი სურვილი რადგან შენთან ვიგრძენ დროის და სიყვარულის სურვილი რატომ მე არ შეგიძლია შენეფრენა ლაღობა ალბათ მე რომ თოლიებთან არ მქონია ბალღობა არ მევირსა ბალღობა ბალღო შენმა სიყვარულმა ამიშალა ფიქრები მასწავლი შენებერ ფრენას მეც შენთან ვიქრები მეც შენთან ვიქრები კარგო შენმა სიყვარულმა ამიშალა ფიქრები თუ მასწავლი შენებერ ფრენას მეც შენთან ვიქრები მეც შენთან ვიქრები ლაჟვარჩი მოფარფატე თოლია ხარ თოლია დიდი მადლობა. ბატონო მოვალა. მეუღლე მღეროდა? კი, მღეროდა. და ოჯახში კიდევ მიმღეროდა, შვილები თუ მღეროდა, დედმამის შვილები თუ მღეროდა? ოჯახში მღეროდა ჩემი ძმა, დღესაც მღერის 86 წლის. ჩემი და დღესაც მღერის თბილისში ცხოვრობს და ამათ ორივეს აქვს ის ხმები რაც ჰქონდა ადრე. ძალიან ძლიერი ხმები აქვს ორივეს, დასაც ძმასაც. მოდი აქედან შევთანხმდეთ ჩვენ, რომ შემდეგ შევხვედრაზე თქვენი დაც რო იყოს, თქვენი ძმაც რო იყოს და ერთად რო ვიმღეროთ. კაი, შევთანხმდეთ. სოფელში გაქვთ ანსამბლი, ამ ანსამბლზე რომ მითხრათ? სოფელში დღევანდელ ანსამბლზე თუ ძველ ანსამბლზე? დღეს ხო. ძველზეც და ახალზეც. ეს ანსამბლი დაახლოებით სულ პირველად ეს ანსამბლი შეიქმნა 1952 წელს. და ხელმძღვანელი იყო აქ ცხოვრობდნენ მოხევე ბიჭი იყო და ისინი ხელმძღვანელობდნენ ამას, ქორეოგრაფი იყო. მე აქედან ეს ანსამბლი დროთა განმავლობაში დაიშალა, წამოვიდა ხალხი, ძირითადად მინდურის მუშები იყვნენ რა მონაწილეები და მე ესენი რომ დაიშალნენ, მე 71 წელს ახალი ანსამბლი შექმნა ჩემმა და სადიპლომო დაიცვა ჩვენთან ზემოქეთში. საბუნდო სადირიჟოროზე სწავლობდა და რომ დაამთავრეს, დაიცვა აქ. იქედან მოყოლებული ჩემი და წავიდა მე თბილისში და დარჩა ეს გუნდი ჩემთან. ეს რომელი წელია? ეს უკვე იყო 69-10 წლები და 71 წელს შემომთავაზა ჩემმა დამ რომ ხალხური სიმღერები შეიძლება რომ ანსამბლი გააკეთო ხალხური სიმღერები მისა ორკესტრი ფანდურები და ჩონგურები და მე დაველაპარაკე მე ჩვენ კოლმეურნეობის თავმჯდომარის არსენ ძიას და მითხრა რომ
ეგენი როგორ მზადდება ქართული დაიკურება მაგ და ინსტრუმენტებზე კი მეთქი არსენაძე როგორ არა დაიკურება წავედი მე მივეცით შეკვეთა და დაგვიმზადეს ძირითადად ფანდურები, ჩონგურები, ბანდის ფანდური, დიპლიპიტო, ჭუნირები, კონტრაბასი და ჩანგები. და ეს მე ხო არ ვიცოდი მაშინ ეს ინსტრუმენტები და დაძმა კანდელაკები იყვნენ მაშინ. მე ეს და ჩვენი რძალი გახდა ჩემ ბიძაშვილს გაყვაცოლა და ისინი ჩამოვიდნენ და ერთ თვეში მოამზადეს ეს ამის პროექტი ყველაზე უკრავდნენ ეს? კი, ყველა ინსტრუმენტზე იცოდნენ, სალამურები კიდევ და აქ დახვდა ნიჭიერი ხალხი. ერთი თვის განმავლობაში უკვე ანსამბლი ჩამოყალიბებული იყო ორკესტრი. ამასამდან დღეს ვინ არის დარჩენილი? ამასამდან დღეს ვინ არის დარჩენილი? ჩემი ძმა არის დარჩენილი. გოგოები არიან კიდევ ერთი 2-3 ჩანგებს ვინც უკრავდნენ. სხვა რა, ხო, აი სალამურს უკრავდა კიდევ ეს მე რო ბიჭი უწოდე. ნოდარი. 60 წლის. 60 წლის ბიჭი. ხო, ეს უკრავდა სალამურს. ადრე სხვა ყავდა, მაგრამ ის დაიღუპა ის კაცი და მე ეს უკრავდა მის მერე. მე 9 კლასში იყო რომ მოვიდა და იქიდან უკრავდა სალამურები ჩვენ. გავდამაყოლა შემდეგ შეხვედრაზე ამათაც უნდა შევხვდეთ. შევხვდეთ. ესენი ვინც იქნებიან თბილისში თქვენ წინასწარ მინდა რომ გამაფრთხილოთ რომ მე დაურეკო და ჩამოვიყვანო ყველა თბილისიდან და ძველ ანსამბლს დაგახვედრებთ ახალგაზრდა ბავშვებთან ერთად. კი ბატონო. ჩემთან ჩემ იუბილეზე იყვნენ სულ ყველანი მოვიდნენ და ვიმღერეთ მაშინ. რა ვთქვათ კიდევ? რა ვიცი. ვიმღეროთ? ხო, ვიმღეროთ. მიღეროთ. დედაზე სიმღერა. დედა შენი ავანანა ახსოვს აკვანა სახლის კერა შვილებს როდი მოგწმენდერა შენი თრფობა შენი მზერა შვილებს როდი მოგწმენდერა შენი თრფობა შენი მზერა და იქნებოდა გახარებული. ავტომატურად ამ სიმღერას რა თქმა უნდა სცენაზე ასრულებდით, მაგრამ იანონას არ სიმღეროდით შვილებს, რომელი იანონას სიმღეროდით? ახლა არ ვიცი, ბაბა მაშინდელი რა მახსოვს, აღარ მახსოვს რო სიმართლე გითხრა, მაგრამ აი რაც იანონით რო იწყებოდა და აი რომელი შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ? ხო, აბა რა ვიცი, აღარ მახსოვს. სიტყვებს ნამდვილად ალბათ ვერ გავიხსენებ. Iyavanana varadovanana Iyavananina Taizine dedas shvilo
შევბაწაწინაო ალბათ ეს სიტყვები მეორდებოდა და ყველა მიცოდა და აქედან ჩვენც ტექსტებს არ ამატებდით? ტექსტებს არა, ალბათ არა, რა ვიცი, მე აღარ მახსოვს რომ სიმართლე გითხრა. აუდარ მაყვალა დღეს ჩვენ ნახეთ გრანდიოზული კულტურის სახლი. სადაც როგორც თქვენ ბრძანეთ 500-მდე მაყურებელი ყავთ, ხო? და თან უნიკალური შემთხვევა სცენა ღიავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ დიდი ღონისძიებები იმართებოდა. ძალიან დიდი ღონისძიებები. ჩვენი შეფობა იყო მარჯანიშვილის თეატრმა. თუ რამე გჭირდებოდა მივიდოდით და მარჯანიშვილის თეატრიდან მოგქონდა რაღაც. თქვენ ხშირად ახსენებთ კოლმეურობის თავმჯდომარეს. ხო. ვინც ძალიან ყურადღებიანი ადამიანი. კი, ძალიან ყურადღებიანი ადამიანი იყო არსენაძია საწყალემ ერთმა ნათელშამყოფოს ეს კულტურის შენობა მაგან დაუტოვა სოფელს. მაგან დაუტოვა ეს კულტურის შენობა და თვითონაც ისე ძალიან უყვარდა ხოლმე შემოვიდა და ჩვენთან დაჯდებოდა, ჩვენთან ერთად მღეროდა ხოლმე, უყვარდა ხელოვნება ძალიან. ხო და კაბდონ მაგალითად დღეს ბავშვები თუ ყავთ და თუ არიან დაინტერესებული. არიან ბავშვები აი ის როგორც არიან სოფელში რა, აღარ არიან სოფელი რო დაიცალა, ბავშვებიც აღარ არიან, ცოტანი არიან ძალიან და აი ვისაც უყვარს, ყავს ახლა ერთი 10-12 ბავშვია. სიმღერად ჩავწერეთ, აგერ ჩაგვიწერა ლადომ ეგ სიმღერა, ყლიპიც გადაგვიღო. დადებულია იქ უკვე მღერია იმ ბავშვები, ძალიან კარგი ბავშვები არიან. მაგრამ ძალიან ცოტანი არიან და უკვე ჭირს ბავშვების მოკრება. ლადო ახსენეთ თქვენ და მინდა რომ მასზეც რამდენიმე წინადები თქვათ. იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და თქვენთან მიმართებაში განსაკუთრებით. ლადოს ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე. ძალიან კარგი ბიჭები გავიცანით ეგენი. ძალიან გვერდში დაგვიდგნენ. ყურად იღებს ჩვენი ეს შემოქმედება რომ არსად არ ჩანდა. კიდეც მეკითხებოდა რომ ამდენი წელი 60 წელი როგორ შეიძლება სცენაზე იმუშაო ადამიანმა და არსად არ ჩანდა. არავინ ამყავდა მეთქი რომ გამომჩენდა და გამოგვაჩინეთ თქვენ ვინ გადავიღებდა მაშინ არც ტელეფონებით იყო გადაღება არც ისე არ იყო და იმიტომ ერთად ვერავ ჩანდით რა უბრალოდ კი გქონდა სიგელები დიპლომები მედლები მაგრამ ეგ კომუნისტების დროს მარტო მე აღარ მადლობა ლადოს და ვფიქრობ რომ ამ გადაცემის შემდეგაც ბევრი დაინტერესდება თქვენ მაგრამ დიდი მადლობა მინდა ლადოს და ბიჭებს 2-3-ს გადაუხადო საბას, თორღვას, ვენაცვალე მაგათ. კარგი ბიჭები არიან და კარგი საქმეც გაგვიკეთეს. მადლობა ახლა კიდევ რაც სამ ბიჭებს გავუხარდებ. თავხადების სავანებდა, ღმერთი ქფარველობდა თავადა. თემსადიდებლად ამოვალდა, სანთლებით სალოცავდა. მლოცველთა და ხადის კარს მოვალთავადა ამოიმწვარებთ გურადებს და შესაძლით დასაკლავადა ამოიმწვარებთ გურადებს და შესაძლით დასაკლავადა ჯვარო წინაპართ ნაკუროთ ხოდა ქრისტეს სისხლში ხარ ნაბარი ერშენთან ერთად ებრძოდნენ და ებუდი მამა პაპარი მაცავით სამშობლოსათვის და შეხვდათ სამოთხის კარები მერტო გიმრავლე ვაშკაცრი და წინაპართ შასადარები მერტო გიმრავლე ვაშკაცრი და წინაპართ შასადარები
არაბელების ხსენება თიულებ შავხევს ურეთში და სალოცავების მშენება დიდი მადლობა სამხმაშია კარგი აშკარად ითხოვდა ხმებს ითხოვდა ისარღეში სამხმაში ძალიან ლამაზია სოფელში თუ იყო ვინმე ესეთი გამორჩეული მომღერალი, ვისთანაც შეიძლებოდა მისვლა, სწავლა ან მათთან სიმღერა, ან გვარი ხო არ იყო. ეხლა რო სიმართლე გითხრათ, ჩვენთან სოფელში ყოველი მეორე ადამიანი მღერის, უკრავს და ცეკვავს. ნიჭიერი ხალხია, მძინან ჩამოსული ხალხი, მაინც ხო იცით? ხო და როგორ არა იყვნენ? აი ანსამბლის წევრები ვინც იყვნენ, ჩემთან ვინც იყვნენ, ისინი ძალიან ხშირად იცოდა მაგალითად სანდროძიამ ჩემმა სახში სუფრას გააშლენებდა ჩამოვიდა და მეტყოდა აი ეხლა ფანდური და წავიდით ჩვენთან ვიმღეროთ წავიდით მე და ჩემი მეუღლე დავსწრებოდით 3-4 მღეროდით ეს პატარა ჭიქებს იდგამდნენ ღვინოს და დასხდებოდნენ და იმას ერთ ჭიქას იტყოდნენ 2-3 მღეროდით აი ესეთი ადამიანები იყვნენ როგორ არა მაგრამ თუ ასწავლიდნენ შინ თავისი ოჯახის წევრებს, შვილებს ასწავლიდნენ, გადასცემდნენ. აი როგორც ჩვენ მაგალითად მამაჩემი უკრავდა ფანდურს, თვითონ გათალა ფანდური, უკრავდა ფანდურს და ჩვენც იქიდან ვისწავლეთ ფანდურის დაკვრები. იქიდან ვისწავლეთ გარმონის დაკვრა. აი ეს დამგვარდა. ესეთი ოჯახები იყო. ძალიან იშვიათი ოჯახი იყო, რომ იქ მუსიკა და სიმღერა არ ყოფილა. რამდენიმე გვარი რო გითხრათ. კი როგორ არა. ხუციშვილი შალვა იყო. ქიმოსტელი იოსები იყო, ეგენ ჩემი ანსამბლის წევრები იყვნენ სიკვდილამდე. თვითონ სანდროძია იყო. ნიკო იყო ერთი პეტრიაშვილი. მიხეილი იყო ხუციშვილი. გივი ლაზვიაშვილი დღეს ცოცხალია გივი. ეს ნოდარ ჟიჟიაშვილი ესენი ჩემი მეუღლე თვითონ ბიჭიკო ბაშარული ახალგაზრდა ბიჭი იყო ისა ეს რა გქონდა თქვენ გულდაწყვეტით ამბობთ რომ სოფელი დაიცალა მართლა სოფელი დაიცალა და მართლა ისეთ სოფელი იყო რომ გზაზე რომ მივდიოდი სამუშაოზე მიაბნელებდა ხალხი გზას ეხლა აქედან რომ მივდივარ ისე წავალ ისე ავდივარ კლუბში რომ კაციშვილი არ ამხდება წინ კაციშვილი და აი რაღაცნაირად მომდის ხოლმე გულზე რაღაცნაირად ცუდად მომდის მე რო ვიცი რომ როგორი ხალხი ცხოვრობს როგორი ხიარული ხალხი მარტში მიდიოდნენ სამუშაოდ აი დილიჩის ველებს რო ვეძახით მარტში მიდიოდნენ ხალხი სიმღერით მიდიოდნენ სიმღერით მოდიოდნენ იქიდან დილიჩის ველებზე ეხლა დღეს რო აღარ არის ეს ხალხი აი ცოტა აი რაღაცნაირად მომიახოლმე იმიტომ რომ მე ბევრის მომწრე ვარ ბევრი ისეთი ადამიანები გავიცილე რომ მართლა კარგი ხალხი იყო ქალებიც და კაცებიც მართლა ერთ მუშტად შეკრული სოფელი იყო სოფელში რო ჭირი იყო თუ ხინი იყო კაციშვილი აი ერთად იყო სოფელა დახმარება უნდა და რამე შველა უნდა და ყოველთვის მაგარი სოფელი ვიყავით მაგრამ თან მილიონერი სოფელი კოლმეურნება ვიყავით აბა დღეს აღარავინ არის ეგეთი ადამიანები იშვიათი აი მათ რო გაუხარდება ისეთ სიმღერა თქვათ ახლა აი ახლა უმღერებ დედებს მაშინ წასულებსაც და დღეს ვინც არიან იმათაც დედა ღვთაება ერის სიმრავლე დედა აფერნის მანათობელი დედა მწობა და დედით ვემსუნეთკა დედა ჩვენი სვეტი ცხოველი დედა მწობა და დედით ვემსუნეთკა დედა ჩვენი სვეტი ცხოველი შეიწყერა არ მომწყნდება შენთან დიდინი შენთან ბასი ინდაც გავიდეს დედა მრავალი ინდაც გავიდეს წელი 1000 ინდაც გავიდეს დედა მრავალი
გავიდეს წელი ათასი ეგრდელი იყოს დედა მარალი ჩემი სახელი ქვეყნად მთოველი რაც მიანს ქვეყნად სიგეთე არის დედებო თქვენთვის მინდა ყოველი რაც მიანს ქვეყნად სიგეთე არის დედებო თქვენთვის მინდა ყოველი ისეთი ლექსი თუ არის, რაც ყველაზე განსაკუთრებით მოგწონთ თქვენი მეუღლის. კი, არის. ბევრი სიმღერებია კარგი, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებით ეს კაი სიმღერა გეტყვით ახლა. ნადილა უნდა გათენდეს ან რა სამოდადგება, რომ შენი სარკმელის გვერდი არ ჩავიარო განაგება. სანამ დაკრავ დაგლანდა საბულეში ქვავდება მუხლი ჩქარობს დაგზა თითქოს არ წდება არა თავდება თუ ვერ გიხილე იქ მდგარი სადაც ჩვევია პირიმზეს გზას აგიჭრელებ კარები 1000-გან დავქნილი შენი ფანჯრების გარაჯებს შენ სამბავს კითხავ ტირიფებს იცი სიმართლეს მეტყვიან ექვს გადმიყრიან ქილიგებს ოთლეს აკრეფენ დოდიდან სარგმელს ახდიან ბადესა უსიტყოდ გამანახულებენ შენს მომღიმარებაგესა გამერე თუნდაც მთელი დღე სახს მიყო მიდაჭრებული თვალებში რამდაც ჩამორჩება ეგ სახე გადიმებული გამერე თუნდაც მთელი დღე სახს მიყო მიდაჭრებული თვალებში რამდაც ჩამორჩება ეგ სახე გადიმებული